მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 4 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩუ ახალაიას, გიორგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებიან. დეპუტატები მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ არ შეეფარდოს აღმკვეთი ღონისძიება ახალაიას, კალანდაძეს და შამათავას. წერილობით შუამდგომლობას ხელს 29 დეპუტატი აწერს. მალხაზ ჭკადუა ისაუბრებს პირდაპირ ეთერში თბილისის საქალაქო სასამართლოდან. მალხაზ უკვე საათზე მეტია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თუ არის შენთვის ცნობილი რა ხდება დარბაზში? ნინო, სასამართლო პროცესი დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. რაც შეეხება შუამდგომლობას, მინდა დავაზუსტო, რომ შუამდგომლობას ხელს აწერს არა 29 დეპუტატი, არამედ 26. ეს გახლავთ ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდა სტუდია GNS-ის ჟურნალისტმა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. სამწუხაროდ მეცხრე არხმა ვერ მოახერხა პროცესის დასწრება, იმდან რამდენადაც ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, შეაღწია სასამართლო პროცესზე, თუმცა დიდი ნაწილი დარჩა უკან, მათ შორის იყვნენ პარლამენტარები. მათი შესვლა სასამართლო პროცესზე მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თავად მოსამართლე მოითხოვა იმ პირების დასწრება, რომლებიც ხელს აწერდნენ შუამდგომლობას ბაჩუ ახალაიას გათავისუფლების თაობაზე იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და შემდეგი სასამართლო პროცესი არ გაიმართება. მე გეტყვით იმასაც, რომ ამ შუამდგომლობის გარდა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ადვოკატებმა დააყენეს კიდევ ერთი შუამდგომლობა ბაჩუ ახალაიას გათავისუფლების თაობაზე 20,000 ლარის სანაცვლოდ, თუმცა რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი ჯერჯერობით უცნობი არის. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებისთვის მესამე ადვოკატი, რომელიც გახლავთ წარმოდგენილი პროცესზე, კითხულობს დაცვის სიტყვას და დაელოდება როგორც ბრალდების, ასევე დაცვის ხარე იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც გამოიტანს მოსამართლე. რაც შეეხება თავად იმ ადამიანებს, რომლებიც ესწრებიან დღეს სასამართლო პროცესს, მათი ნაწილი ჩამოსული არის დღეს საგანგებოს ზუგდიდიდან, მათ შორის არის ზუგდიდის საკრებულოს პრესამსახურის ხელმძღვანელი თამონაშონია, რომელმაც მეცხრეას განუცხადა, რომ ის დღეს იმყოფება არასამუშაო პირობებში, მან დაწერა სპეციალური განცხადება და შესაბამისად აქ უფლება იყოს აქ. ასევე ძალიან დიდი კონტინგენტი ამ ადამიანების არიან. ზუგდიდიდან ჩამოსულები არიან, რა თქმა უნდა, დეპუტატები, რომლებმაც შუამდგომლობა დააყენეს ბაჩუ ახალაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ შუამდგომლობა ეხება არა სამივე ადამიანს, არამედ მხოლოდ ერდაკავებულს ბაჩუ ახალაიას. რაც შეეხება თავად პროცესამდე მიმდინარე სიტუაციას, აქ მოვიდა დაღუპული ბუტარო ბაქიძის მამა, რომელმაც მოითხოვა სამივე ადამიანის გასამართლება და მისი თქმით არ იქნება საკმარისი თუ ეს ადამიანები გასამართლებიან, მხოლოდ ერთი იმ მუხლებით, რომლებიც ადგენილია, მან თქვა, რომ უნდა დაემატოს მუხლები და შესაბამისად ამ ადამიანებს უნდა დაემატოს სასჯელის მოხდისვადაც. ჩვენ მის მიერ გაკეთებულ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ კომენტარს პირდაპირ ეთერში ვთავაზობ. ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც არა თუ არსად გაქცევას არაპირებენ. იყვნენ ქვეყნის გარეთ, იყო ბაჩუ ახალაიას ქვეყნის გარეთ და თავისუფლად ნებით ჩამოვიდა იმისაც, რომ გაეცა კითხვებზე პასუხი. ეს არის პოლიტიკური შურისძიება იმ ადამიანზე, რომლის მიმართაც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყოველგვარი საკანონმდებლო კონსტიტუციური გარანტიების დარღვევით ისმოდა პირდაპირი ბრალდებები და ცილის წამება და დანაშაულება. სისხლის სამართლებრივ დანაშაულებში დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ბრალდების მხარეც არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება გარდამოწმეთა ჩვენებებისა და ის ბრალდების შინაარსი, რომელიც არის წარდგენილი, არის სრულიად არასერიოზული. ამის ერთადერთი მიზანი არის პირადი ანგარიშწორება, შურისძიება ახალი პოლიტიკური უმრავლესობის მიერ. ეს გახლავთ საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადება ბაჩუ ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით და მის გასამართლებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. რაც შეეხება თავად პროცესის მიმდინარეობას, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტებში იყო მოსაზრება და მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს პროცესი იქნებოდა ხელმისაწვდომი არა მარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ ოპერატორებისთვის და ისინი შეძლებდნენ გადაღებას ამ პროცესის.
ასევე როგორც რამდენიმე კვირის წინ შეძლეს ლევან გაჩეჩილაძის შვილის პროცესის გადაღება, მაშინ საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ ეს იმიტომ დაუშვეს გამონაკლისი კანონიდან, რომ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ალბათ მაყურებლის გადასაწყვეტი არის, რომელ საქმეს აქვს უფრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ბაჩო ახალაიას პროცესს თუ ლევან გაჩეჩილაძის პროცესს. შესაბამისად დარჩა ჩვენთვის გაუგებარი, თუ რატომ არ დაიშვა ამჯერადაც გამონაკლისი. ჟურნალისტებს არ მისცეს საშუალება შეიტანათ როგორც მობილური ტელეფონები, ასევე დიქტოფონიც კი. მათმა უმეტესობამ და ყველა პირმა, რომელიც ესწრება სასამართლო პროცესს, გაიარა გამკაცრებული კონტროლი, როგორც ერთ პუნქტზე, ისევე მეორე პუნქტზე. ჩვენ ველოდებით, როდის გამოვლენ ადამიანები, რომლებიც ამ წუთებში ესწრებიან პროცესს და რა გადაწყვეტილება ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი გოგინაშვილი, მოსამართლე ამ სამ დაკავებულ ადამიანთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მალხას. პირდაპირ ეთერში მალხას ჭკადუა საუბრობდა. მე შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ბაჩუ ახალაიას, გიორგი კალანდაძის და ზურაბ შამათავესათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. პროცესის პარალელურად სასამართლო შენობასთან დაკავებულთა მომხრეები შეიკრიბნენ. ძირითადად ზუგდიდიდან ჩასული მოქალაქეები აქცია გამართეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმაც, რომლებმაც ახალაიას მხარდამჭერების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. სასამართლოსთან მივიდნენ უმცირესობის წევრებიც. აქცია გაიმართა დღესვე მაიაკოვსკის ძეგლთანაც, სადაც მოსახლეობა ახალაიას მხარდამჭერებს დაუპირისპირდა. უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში პროკურატურა გამალებით ცდილობს ადამიანების დაშინებას, რათა წარადგინოს ახალი ბრალდებები თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ, გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის წინააღმდეგ. უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ ეს ბრალდებები არის პოლიტიკური ბრალდებები, არანაირი შემადგენლობა მართლა სისხლის სამართლის დანაშაულის ამ ბრალდებებში არ არსებობს. ბაჩუ ახალაიამ თავის საკუთარი განცხადება გააკეთა, იქ ჩამოვიდა, დაბრუნდა საქართველოში იმისათვის, რომ ყველა ნებისმიერ კითხვაზე გაცეს პასუხი, ის თავის ფეხით მივიდა პროკურატურაში, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, იმიტომ რომ არის მართალი ადამიანი, ნებისმიერ კითხვაზე გაცეს პასუხი. დამალვას არ აპირებს და არც აპირებდა არასდროს. ბაჩუ ახალაია, კალანდაძე, შამათავა არიან პოლიტიკური პატიმრები. უშუალოდ პუტინის პრემიერ ივანიშვილის, ალასანიას და წულუკიანის იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულებს ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმდეთ. თია წულუკიანმა აღნიშნა, რომ გამოძიების მსვლელობისას ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ შესაძლოა სხვა მტკიცებულებების გამოიკვეთოს. ბაჩუ ახალაიას ბრალს, რომელიც თავდაპირველად იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დაემატა მეორე ეპიზოდი, ეს გახლავთ თავისუფლების უკანონო დახკვეთა. არ არის გამორიცხული, რომ დროსთან ერთად მისი კარგი კაცობის სხვადასხვა ფაქტიც გამოვლინდეს და თუ ისინი იქნება დადასტურებული მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, მისი ბრალის საკითხები შეივსება სხვადასხვა ეპიზოდებით. კიდევ ერთი ბრალდება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლი და ლია ზერეკიძე ყოფილი პატიმრის ივერი ზერეკიძის მკვლელობაში ბრალს ხათუნა კალმახელიძეს და რუსთავის მე-6 საპატიმროს ყოფილ დირექტორს დავით მარგებაძეს დებენ და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ. საქმე ეხება 2011 წლის 16 აგვისტოს რუსთავის მე-6 საპრობილის საკანში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ივერი ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტს, რომლის მიზეზიც გამოძიების ოფიციალური ვერსიით დენის დარტყმა გახდა. ოჯახი მოითხოვს საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები გამოავლინოს. ყალის დაფარვის მიზნით ისინი ამბობენ, რომ ვითომ ჩემ მეუღლეს დაარტყა დენმა და დენის დარტყმით გარდაიცვალა, ეს იყო აბსოლუტური აბსურდი. მე თავიდანვე არ მეთანხმებოდი ამ ვერსიას და ამიტომ ჩავატარე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით. ვერანაირი ცალსახად ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა დენით დარტყმა. აქვს უამრავი მიყენებული დაზიანებები. კიდევ ეჭვს იმით მიღრმავდება მე, რომ რუსთავში ჩავუტარდა ექსპერტიზა ჩემ მეუღლეს. შემდგომ გადმოიყვანეს გდანის ციხეში სომეხასთან, რომ გაესუფთავებინა გვამი. ერთი წელია მიმდინარეობს ივერი ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტზე საქმე, რომელზეც არანაირი შედეგი არ დამდგარა და ვითხოვთ ეფექტური დროული გამოძიების ჩატარებას ამის თაობაზე.
ხსნის 19 დაწესებულების ხელმძღვანელს და 3 ექიმს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გააკეთა. სოზარ სუბარის განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლდება ყველა ის ადამიანი, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება. მათ შორის დასახელდება იმ პირთა ვინაობაც, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა. სოზარ სუბარმა აქვე მოუწოდა პატიმრების ოჯახის წევრებს ნუ შეეცდებიან პროცესის დაჩქარებას შიმშილობით და აქციებით. ციხეებში შექმნილ ვითარებას მთავარი პროკურატურა და სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოიკვლევს, განაცხადა სოზარ სუბარმა. 16 დაწესებულებაში რამდენი 3 ექიმის შეუჩერდა ასევე უფლებამოსილება, ერთ-ერთი დაწესებულების ხელმძღვანელი გუშინ გათავისუფლდა თანამდებობიდან, ანუ ნაბიჯ ყველგან სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირის დანაშაული. შესაბამისი რეაგირება იქნება, სადაც არ გამოიკვეთება დანაშაული, მაგრამ უბრალოდ მოხდება, რომ ეს ადამიანი ვერ ასრულებდა ან არ ასრულებდა თავის მოვალეობას, გათავისუფლდება სამსახურიდან, ოღონდ ისევ და ისევ ვიმეორებ, ყველაფერს სჭირდება მტკიცებულება, ყველაფერს სჭირდება შესწავლა. პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი 12 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში გაემგზავრება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით 14 ნოემბერს გაიმართება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. რაც შეეხება ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებას, მიზეზი მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ახსნა. პეტრიაშვილის განცხადებით მასპინძელი უწყების ანუ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ვიზიტი არ შედგება, ვიდრე არ მოხდება მთავრობასა და ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება, ვინც არის პასუხისმგებელი გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნაზე, განაცხადა პეტრიაშვილმა. ვიზიტი არის 12-დან 14-მდე, მაგრამ 14-ში შედგება მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მინისტრი, ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და მე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესეთ მოკლე დროში შედგება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები. ბატონ რასმუსენთან იქნება შეხვედრა, ასევე იქნება ბატონ ბაროზოსთან, ვან რომპოისთან და ბატონ ფულესთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის დადასტურება, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირს და ნატოს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. განცხადება გააკეთა ნოდარ ხადურმაც. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რატომ არ დაუშვეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი. ნოდარ ხადურმა ისაუბრა ასევე სოციალური დახმარებების შესახებ და განაცხადა, რომ დღის ბოლომდე გადაუგზავნის დოკუმენტებს პროკურატურას, სადაც მერის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივად განაწილების შესახებ იქნება საუბარი. ამ ხარჯების შემცირება ქალაქის მერი მთავრობის წევრი არ არის, შესაბამისად მთავრობის წევრების გარდა მთავრობის ხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს, ვინც მოწვეულები არიან. ქალაქის მერი მოწვეული არ ყოფილა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქალაქ თბილისის მერიამ ქალაქ თბილისის საკრებულოს გაუგზავნა 12 ოქტომბერს. შესაბამისად დღეს აპელირება იმაზე, რომ ჩვენმა მთავრობამ გააუქმა 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რითაც ეს პროგრამები დასრულდა, არის აბსოლუტურად არასწორი. იმიტომ რომ 12 ოქტომბერს თბილისის მერია ემუდარებოდა ქალაქის საკრებულოს, რომ მოეხსნა აღნიშნული შეღავათები. არ იყო მოწვეული გიგი უგულავა ამ სხდომაზე, შესაბამისად ეხლა ესეთი ბავშვური ხულიგნობები, რაც წინა ხელისუფლებაში იყო ძალიან მიღებული, მე მგონი სრულიად უადგილოა. ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ხალხისთვის, ხალხის სოციალური შემწეობებისთვის და დახარჯეს სხვა რამეზე, არის უკანონო დახარჯული, რასაც შეისწავლიან სავარაუდოდ შესაბამისი უწყებები, ხოლო მსგავსი თვითნებობების უფლება არავის არ აქვს. გიგი უგულავა, რომელიც კანცელარიაში სოციალური პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად მივიდა, სხდომაზე არ დაუშვეს, როგორც უგულავამ განაცხადა. მიზეზად დაუსახელეს, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ იყო. უგულავას შეფასებით მსგავსი რამ შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა და მთავრობის კანცელარია ქაჯეთის ციხეს ემსგავსება. მებუნებრივია არ მოსულა მთავრობის წევრების სანახავად. ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეხება 600,000 თბილისას, რომელიც საგებოდ ტრანსპორტით შეღავათებით. ეს ეხება 4,000 მრავალშვილიან ოჯახს. ეს ეხება 90,000 ადამიანს, რომელიც არის დაზღვეული და რომელსაც ჭირდება სამედიცინო დახმარება. დამოკიდებულება მთავრობის არის
და ეს ნელ-ნელა ეს შენობა გადაიქცევა ქაჯეთის ციხეს, სადაც თურმე არც თბილისის მერს, არც გუბერნატორებს, არც თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საერთოდ ყველას, ვინც კი შეიძლება სიმართლე და განსხვავებული აზრი უთხრას ამ ადამიანს, როგორც ჩანს, არაპირებს მოსმენას. ჩვენ ვიღებთ ნელ-ნელა კარჩაკეტილ მთავრობას, რომელსაც არანაირად აღარ ანაღვლებს ხალხის ბედი და ეს ხდება არჩევნებიდან 2 კვირის შემდეგ. და რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერიამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რითაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის და გიგი უგულავას საუბრის სამსახველი ვიდეო მასალის გამოქვეყნება მოითხოვა. მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის სოციალური შეღავათების აღდგენასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე სოციალური საკითხები არ განიხილებოდა, რის შედეგადაც თბილისის მერმა სხდომათი დარბაზი დატოვა. მერიამ მთავრობის სხდომის იმ ვიდეო მასალის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას აფიქსირებს, რომ ის არ აპირებს სოციალური საკითხის განხილვას. სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრესსამსახურის პირადი კამერით იქნა გადაღებული. აღნიშნული მასალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვითხოვთ მის გასაჯაროებას, ნათქვამია განცხადებაში. მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვაში დედაქალაქის 3 ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. მძღოლებს 16 პუნქტიანი მოთხოვნები აქვს შემუშავებული, კერძოდ დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ. ამ დროისათვის თბილისში არც ერთი ავტობუსი არ მუშაობს. სიცრუეა იმასთან დაკავშირებით, რომ მოწესრიგებულია რაღაც მოთხოვნები. სიცრუეა ისიც გუშინ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ საკრებულოსთან ჯოხაძემ შეხვედრა, გამართა იქ მოილაპარაკეს. ეს ყველაფერი სიცრუეა. კიდევ ასე გაგრძელდება სანამ მერი არ მოვა და პასუხს ჩვენ არ გაგვცემს. ხელშეკრულების შეცვლა, ხელფასის გაორმაგება, ჩიპის უკან გადატანა, ანუ მოწესრიგება. გაჩერებების მოწესრიგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაჩერებაზე ვერ შევდივართ. ამ ყველაფერს ვითხოვთ მერიისგან, ვისაც უშუალოდ ეკუთვნის ჩვენი ტრანსპორტი. ავტობუსების გაფიცული მძღოლები ამტკიცებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც გაიფიცებიან. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა მეტროპოლიტენის პროფკავშირმა. მათი განცხადებით, მეტროპოლიტენი გაფიცვაში მონაწილეობას არ გეგმავს, რადგან ეს პროტესტის უკიდურესი ფორმაა. მათ თავიანთი მოთხოვნები უკვე წარუდგინეს საკრებულოს და ახლა საკრებულოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შესაბამისად მეტროპოლიტენი ამ დროისათვის შეუფერხებლად მუშაობს. ველოდებით თბილისის საკრებულოში განხილავს ჩვენი საკითხის და როგორც ვიცით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ან კომისია, რომელიც ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხებს განიხილავს. ქართული ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნდნენ. შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონმა ავღანეთში აისაფის მისია დაასრულა. 246 სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში ღამით დაბრუნდა ჯარისკაცებს. ალექსეევკის სამხედრო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად ამერიკის ელჩიც დახვდა. მათ სამხედროებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს. ვიცე-პოლკოვნიკ რომან ჯანჯულიას მეთაურობით 23 ბატალიონი საქართველოში დანაკლისის გარეშე დაბრუნდა. ბატალიონი ავღანეთში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირებას ახორციელებდა. სამშობლოში დაბრუნებულებს მე-12 ბატალიონი ჩაანაცვლებს, რომელმაც ავღანეთში ბრძოლის გამოცდილება 2010 წელს მიიღო. ეს არის ძალიან ბედნიერი დღე საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდნენ ის ვაჟკაცები, ვინც გმირულად იცავენ საქართველოს ინტერესებს და საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენ ბედნიერი ვართ, იმიტომ რომ ეს ბატალიონი დაბრუნდა დანაკლისის გარეშე. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელი საქართველოს სახელით ამ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც გაუთქვეს მართლაც მსოფლიოში სახელი ქართველ მეომრებს განსაკუთრებული ვაჟკაცობით და განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებებით არიან გამორჩეული. ასე რომ დღეს მე მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, რომ ჩვენი ბიჭები დაბრუნდნენ სახლში, ჯანმრთელები და დაბრუნდნენ დანაკლისის გარეშე. მინდა მიულოცო ამ ქართულ ბატალიონს სახლში დაბრუნება. მისია, რომლითაც ეს ჯარისკაცები ავღანეთში იმყოფებოდნენ, არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მშვიდობის შენარჩუნება. ისინი ავღანელ ხალხს ეხმარებოდნენ და მნიშვნელოვანია მისია ნატო სტრუქტურებში ინტეგრირების თვალსაზრისითაც. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ამ რთული მისიიდან ქართული ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნდნენ.
უფლებადამცველთა გაერთიანებამ და სიმონ კილაძემ ვანო მერაბიშვილის და გიორგი არველაძის დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე 2006 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მოვითხოვ მოხდეს ჩემი რეაბილიტაცია როგორც უკანონოდ გასამართლებული პირის და დაისაჯოს საქმის დამკვეთი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და უშუალო შემსრულებლები, აცხადებს კილაძე. ვანო მერაბიშვილი ალაპარაკდა რაღაც აბსურდულ და კგბ-შნიკურ მეთოდების გზებზე, ანუ როგორებთვის თვითონ ხელისუფლება კგბ-შნიკური მეთოდებით განსხვავებული შეხედულებს მქონე ადამიანებს და მას დაავიწყდა თუ როგორ აპატიმრებდნენ ისინი სახელმწიფო ჩინოვნიკებს, ზუსტად რომ კგბ-შნიკური მეთოდებით. ამის ნათელი დასტურია სიმონ კილაძის საქმე, რომელიც იქნა დაპატიმრებული ჯაშუშობის და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. იმ ცრუ ბრალდებით, რომელიც ჩემს საქმეში, რომელიც არ წამიკითხია, არ გავცნობი ვარ იმ ჩემ საქმეში არსებულ ცრუ ბრალდებების, ცრუ სამხილების ექსპერტიზას, შეშმარიტების დადგენას და რეაბილიტაციას. თანამდებობის პირების დასჯას, რომელმაც შეთხზეს ჩემს წინააღმდეგ, შეთითხნეს საქმე, თეთრი ძაფით შეკერეს საქმე და მე მოვიხადე სასჯელი, ასე ვთქვათ, ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის მექანიზმების დანერგვის და განხორციელების შესახებ იმსჯელეს სასჯელ აღსრულების სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ერთობლივ კონფერენციაზე. კონფერენციის მიზანი მონიტორინგის სამოქალაქო საბჭოს საქმიანობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. შეხვედრაზე უფლებადამცველებმა 4 პროექტი წარმოადგინეს, რომელთა განხილვა სასტუმრო რედისონში გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საზოგადოების მონიტორინგი არის მთავარი გამოსავალი, რომ იქ არ იყოს წამება, იქ არ იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა და ცხოვრების პირობები იყოს ნორმალური. მაგრამ ამავდროულად ამ მონიტორინგს გააჩნია თავისი სტანდარტები, რომლებიც შემუშავებულია საერთაშორისო დონეზე და სწორედ ამ მონიტორინგმა, რომელიც დღეს არსებობს, შეასრულა თავისი ძალიან დადებითი როლი ამ პირველ ეტაპზე, ყველაზე დაძაბულ ეტაპზე და ალბათ საჭიროა ახლა ნელ-ნელა დავუხვეწოთ მონიტორინგის მექანიზმები, ამას შემოვიტანოთ უბრალოდ საერთაშორისო სტანდარტები. ჩემი პროექტი არის ორ ალტერნატივას შეიცავს. ერთი რომ ის როგორც დამოუკიდებელი რგოლი ისე შეიქმნას და საკანონმდებლო სივრცეში მისი დამაგრება მოხდეს და სახელმწიფოსგან პირდაპირ ფინანსდებოდეს და მეორე გაცილებით უფრო უმტკივნეული იქნება თუ კი სახალხო დამცველის აპარატთან შეიქმნება და შესაბამისი ცვლილება შევა როგორც ორგანულ კანონში სახალხო დამცველის შესახებ, ასევე ცვლილება უნდა შევიდეს პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონში. თემური იაკობაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იაკობაშვილი თანამდებობას ცივილიზებული ფორმით დატოვებს. მისივე თქმით, შერჩეულია ახალი ელჩი, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი თავის იკავებს მისი ვინაობის გამხელისგან. მაია ფანჯიკიძე ჯერჯერობით არ ასახელებს იმ საელჩოების ჩამონათვალსაც, სადაც ცვლილებებია მოსალოდნელი. ბატონი თემური დატოვებს თანამდებობას, რასაკვირველია ეს მოხდება ძალიან ცივილიზირებული გზით და არა სასწრაფოდ, არამედ მას აქვს გარკვეული ვალდებულებები, ეს ჩემთვის ძალიან კარგად არის გასაგები და ამ ვალდებულებების შესრულების შემდეგ მოხდება ახალი ელჩის დანიშვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. კანდიდატურა უკვე შერჩეულია, მაგრამ ნებამომეცით ჯერ ამაზე არ ვილაპარაკო, რადგანაც კიდევ არის გასავლელი გარკვეული პროცედურები და ამის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება გაიგოთ თუ ვინ იქნება საქართველოს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს შეხვდა. მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში საფრანგეთის მხარდაჭერით ხორციელდება. საუბარი ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და ავიაციის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. ნოდარ ხადურმა და რენო სალენსმა ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობების განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და განსაკუთრებით მის ლიდერ ქვეყნებთან ურთიერთობა. საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება საფრანგეთის მხარდაჭერით, ცხადია, რომ გაგრძელდება. საუბარი იყო დაწყებულ პროექტებზე, რომელსაც ფრანგული მხარე აფინანსებს საქართველოს მთავრობასთან ერთად. თითოეული ამ მიმართულებით ხდება ახლა ანალიზი ეფექტურობის. აქ საუბარია
ქუთაისის აეროპორტის თემაზე, სვანეთის სათხილამურო საბაგირო გზებზე, თბილისის ტრანსპორტირების სისტემაზე, ასევე საქალაქო შორისო ტრანსპორტირების სისტემაზე. საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან პირველ შეხვედრაზე დავინტერესდი ახალი მთავრობის ზოგადი პრიორიტეტებით და როგორ გეგმავენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. დღევანდელ შეხვედრაზე კი ჩვენი მიზანია გავიგოთ აპირებს თუ არა ქართული მხარე საფრანგეთის მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელებას. ასევე ვისაუბრეთ მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივებზეც. კახა კუკავა საპარლამენტო უმრავლესობის შეცდომაზე საუბრობს. თავისუფალი საქართველოს ლიდერის განცხადებით უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევისას უხეშ შეცდომებს უშვებს და საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების აზრს არ ითვალისწინებს. კუკავას განცხადებით საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერს, თუმცა ქართული ოცნება სახალხო დამცველად პარტიასთან დაახლოებულ პირს ნინა ხატისკაცს ასახელებს. პარტია თავისუფალი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატაროს და კანდიდატის ვინაობა ამ შედეგების მიხედვით დაასახელოს. წინა ხელისუფლების პირობებში, როცა არსებობდა თუთბერიძეების და ჩერგოლეიშვილების და აი ამ თავისუფლების ინსტიტუტის რაღაცა კასტა, რომელიც ყველანაირ ბარიერს უქმნიდა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად, თუ კი ის გამოხატავდა თავის დადებით დამოკიდებულებას მართლმადიდებლური ეკლესიის და ქართული ტრადიციების მიმართ. ჩვენ გვჩნდება შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც უბრალოდ შეცვალა ახლა თუთბერიძე ჩუგოშვილმა, მაგრამ თავარი ბარიერი, რატომაც არ ინიშნება დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ პოსტზე, არის მისი საჯარო პოზიცია, როდესაც მან გამოხატა თავისი არაოლაზროვანი პოზიცია მართლმადიდებლური ეკლესიის და მართლმადიდებლური ტრადიციების მიმართ. საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარე მზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე საქართველოში უნდა დააბრუნონ. გაბუნიას თქმით, მერის განვითარების ფონდის მიმართ ყოველთვის არსებობდა შეკითხვები, თუმცა მათზე ამომწურავდა სრულყოფილ პასუხს მისი ფრაქცია და ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ იღებდნენ, რაც გაბუნიას განცხადებით ქმნიდა საფუძვლიან ეჭვს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ ეჭვს აძლიერებს საბანაძის მიერ არჩევნების შემდეგ ქვეყნის დატოვების ფაქტიც. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავ თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომ მათ უზრუნველყონ საკუთარი თანაგუნდელის საქართველოში დაბრუნება, ის წარდგეს ჩვენი ფრაქციის წინაშე და უპასუხოს ყველა შეკითხვას, რომელიც არსებობს მის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პირი, იძულებული გავხდები მიმართო მთავარ პროკურორს, რათა მან გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი შესაძლებლობა ბატონი გიორგი საბანაძის საქართველოში დასაბრუნებლად და მის მიერ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტების უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. სტუდენტების განცხადებით რექტორის გადადგომის შესახებ დაანონსებული აქციის შესახებ საინფორმაციო პლაკატები ადმინისტრაციის დავალებით დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხიეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პლაკატებისათვის სპეციალური სტენდები დგას და სხვაგან მათი გაკვრა აკრძალულია. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია სტუდენტებს საინფორმაციო პლაკატებით ორშაბათს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა, სადაც ისინი რექტორის გადადგომის და სტუდენტური თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნების დაყენებას გეგმავდნენ. გავაკარით ყველა სართულზე პლაკატი და მე ერთი საათი როდესაც გავიდა დაიწყეს დამლაგებლებმა ამ პლაკატების ჩამოხსნა და არანაირი უფლება არ ქონდათ რომ ჩამოეხსნათ ეს პლაკატები და მე რო ვეკითხებოდით ამ ადამიანებს რატომ ხსნით ზურამ ანუ ვიღაც კომენდანტმა გვიბრძანაო რექტორის დავალებით უშუალო დავალებით ემუქრებიან სტუდენტებს რომ ორშაბათს არ გამოვიდნენ და აქციაზე არ დაგვიდგნენ ჩვენ გვერდით არადა მოგეხსენება დღეს მოხდა ისეთ ფაქტი თქვენ სადაც იმყოფებით რომ აი აქ ყველგან უკან ჩემს უკან ყველგან გაკრული იყო და ამის უფლება რეალური უფლება გვაქვს რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელით ვიმოქმედოთ, მაგრამ სამწუხაროდ კომპეტენციას ცდილდებიან არსებული ორგანოები ამ შემთხვევაში გულისხმობ კომენდანტებს, რომელიც პლაკატები მართლაც გამოკრულია და არავინ ამ პლაკატებს არ ხევს, მაგრამ პლაკატებს თქვენ იცოდეთ აქვს თავისი ადგილი. არ შეიძლება ჩვენ ლიფტთან, არ შეიძლება ჩვენ სადღაც კედლებთან ან კედლებზე გამოვაკრათ ეს. ტექნიკური უნივერსიტეტის 12 საუკეთესო სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა. შერჩეული სტიპენდიანტები 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ. სტუდენტების შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრების და რექტორის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა. მაგთიკომი უნივერსიტეტთან შეთანხმებით დასაქმების პროექტსაც ახორციელებს. ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ შერჩევის შემდეგ კომპანიაში ვაკანტური პოზიციები დაიკავონ.
ჩვენ ყველანი ვართ პრეზიდენტის სტიპენდიანტები, ვარ მეორე კურსზე. ერთი წლის განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდია და დღეს მოხვდი 12 საუკეთესო სტუდენტ შორის. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მოულოდნელი იყო. არანაირად არ მოველოდებოდი, რომ გავხდებოდი მაქტიკობის სტიპენდიანტი, გუშინ დამირეკეს და შემატყობინეს. ძალიან გახარებული ვარ და დიდი მადლობა მაქტიკომს, რომ საერთოდ ესეთი პროექტი არსებობს და გავხდი მათი რჩეული და მომცე სტიპენდია. სტუდენტების ახალისების გარდა მაქტიკომმა მისცა შანსი საუკეთესო კურსდამთავრებულებს, რომ გამხდარიყვნენ მაქტიკომის თანამშრომლები, ცხადია შესაფერისი შერჩევის და ტესტირების საფუძველს. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში დავბრუნდით და მოკლედ გაგაცნობთ დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩუ ახალაიას, გიორგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებიან. დეპუტატები მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ, არ შეეფარდოთ აღმკვეთი ღონისძიება დაკავებულებს. წერილობით შუამდგომლობას ხელს 26 დეპუტატი აწერს. პროცესის პარალელურად სასამართლო შენობასთან დაკავებულთა მომხრეები შეიკრიბნენ ძირითადად ზუგდიდიდან ჩამოსული მოქალაქეები. აქცია გამართეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმაც, რომლებმაც ახალაიას მხარდამჭერების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. აქცია გაიმართა დღესვე მაიაკოვსკის ძეგლთან, სადაც მოსახლეობა ახალაიას მხარდამჭერებს დაუპირისპირდა. თბილისის მერია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის და გიგი უგულავას საუბრის სამსახველი ვიდეო მასალის გამოქვეყნებას ითხოვს. ამის შესახებ მერიის განცხადებაშია ნათქვამი. გიგი უგულავა, რომელიც კანცელარიაში სოციალური პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად მივიდა, სხდომაზე არ დაუშვეს. როგორც უგულავამ განაცხადა, მიზეზად დაუსახელეს, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ იყო. უგულავას შეფასებით მსგავსი რამ შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა და მთავრობის კანცელარია ქაჯეთის ციხეს ემსგავსება. განცხადება გააკეთა ნოდარ ხადურმაც. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რატომ არ დაუშვეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი. ნოდარ ხადურმა ასევე ისაუბრა სოციალური დახმარებების შესახებ და განაცხადა, რომ დღის ბოლომდე გადაუგზავნის დოკუმენტებს პროკურატურას, სადაც მერიის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივად გადანაწილების შესახებ იქნება საუბარი. მეტროპოლიტენის თანამშრომლები არ გაიფიცებიან. უკვე რამდენიმე დღეა ავტობუსების გაფიცული მძღოლები ამტკიცებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებობის შემთხვევაში მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც გაიფიცებოდნენ. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა მეტროპოლიტენის პროფკავშირმა. მისი მტკიცებით, მეტროპოლიტენი გაფიცვაში მონაწილეობას არ გეგმავს, რადგან ეს პროტესტის უკიდურესი ფორმაა. მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა თავიანთი მოთხოვნები უკვე წარადგინეს საკრებულოს და ახლა მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ბიზნესმენის ბრალდება როლანდ ახალაიას. საქართველოდან გაქცეული დავით როგავა ახალაიას $300,000 შეფასებული ქონების ჩამორთმევასა და ტერორში ადანაშაულებს. თუ არ მაჩუქებ, ჩამოგართმევ, როგორც ბიზნესმენი ამბობს, ასეთი იყო ახალაიას მოთხოვნა, რომელიც მან როგავას საკუთარ კაბინეტში წაუყენა. ბიზნესმენის მიერ ობიექტის ჩუქებაზე უარის ქმის შემდეგ მის წინააღმდეგ ახალაიას უწყებამ უკანონოდ მოპოვებულ ქონებაზე საქმის გამოძიება დაიწყო. მეცხრე არხი დავით როგავას დაუკავშირდა. საქმესთან დაკავშირებით როლანდ ახალაია კომენტარს არ აკეთებს. უნერვაგი შეგიცინია თუ ესო ეგურიო ახალცაო და თვარიდა თუ რა პრობლემები რო იყოს მაგ უნერვაგზე პროკურატურაო რაღაც დაინტერესებული არისო თქვენმა იურისტებმა აღიარონო რომ საპროცესო გადიფორმოთო მოდითო და თუ ხელი დაადერიო რომ თქვიო რომ აი ბიჭებმა არასწორად გააკეთეს თითქოს და ჩემმა იურისტებმა რაღაც არასწორად გააკეთეს და მე ეს არ ვიცოდი. გაჩერდი თორე იმას რაც გავს მაგასაც საქართველოს და არავითარი დანაშაული არ ქონია არც მაგათ არ ჩვენ ნიგზიანში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. ლოცვას თვალყურს ადევნებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფლის შესასვლელში კი გურიის ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით მართლმადიდებელმა მრევლმა ჯვარი აღმართა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ლოცვაში ხელს არავის შეუშლიან და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ისინი გარკვეული პირებისგან პროვოცირებულს უწოდებენ. მრევლმა არასამთავრობო ორგანიზაციები ვითარების გამწვევებაში დაადანაშაულა. სანამ პლაკატს დავუჭერდით ხელში, ყველა ვნახეთ კადრები, რომლებიც იყო ალბათონო. იმ კადრებზე იყო რეაგირება, ჩვენ რომელიც მოვახდინეთ და ის თუ ჩვენი რეაგირება იყო არასწორი, ჩვენი რეაგირება თუ იყო იმ მომენტში არასწორი, ალბათონო, ჩვენ ამასაც ამისთვის მე საჯაროდ მოვიხდით ბოდიშს
თუმცა ამისთვის გვჭირდება საფუძველი იმისთვის, რომ თქვა, რომ ჩვენი რეაქცია იყო არასწორი. მედია საშუალებებით მივიღეთ სხვადასხვა ინფორმაციები, სხვადასხვა არხით, რომელიც იყო დეზინფორმაცია ზოგი არხი. რაღაც ამის შემდეგ მოხდა რაღაც სხვა შემთხვევები, რომელიც იყო სხვანაირად გაშუქებული მედიაში. ჩვენ დავრეკეთ მუსლიმთა ორგანიზაციაში გითხრეს, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილაო, როცა მთელ მედიაში გავრცელდა ის, რომ შეთანხმება მოხდა და აქ არის აბსოლუტური მშვიდობა. ჩვენ ორივე მხარეს უსმენ და ორივე მხარეს პოზიციას ვაშუქებთ და ვცდილობთ ეს გავაკეთოთ. ეზღუდებოდათ რელიგიის თავისუფლება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, დღეს ვითარება იყო მშვიდი და მათ დაბრკოლება არ შექმნიათ არც სალოცავად მისასვლელად და არც ერთობლივი ოქროს ჩასატარებლად. ჩვენც ამიტომ ავმართეთ აქ, რომ ის სიმშვიდე, რაც ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ დღეს ამ სოფელში, ეს სწორედ ამის გამო ავმართეთ, რომ ჯვარმა დაიფაროს ეს ადამიანები ყოველნაირი გაღიზიანებისაგან და მორჩილები და მოთმინები და სიყვარულით გადაწყვიტონ ეს ურთიერთობა. მე მინდა რომ ჩვენ გავაგრძელოთ თანაცხოვრება ძალიან კარგად, მე ვფიქრობ ამას პოლიტიკური სარჩული არ უნდა დაედვას და არც არის აქ არაფერი ისეთი. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების და ახალციხის საკრებულოს წევრი ოლექსანდროშვილი ერთხმად აერჩიეს. ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშილმა კი თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ საკრებულოში ახალი ფრაქცია ახალციხის ოცნება შეიქმნა, რომელიც უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ის რაც დაპირებული იყო ჩვენი პარტიის მიერ, ჩვენი კოალიციის მიერ მოსახლეობისათვის საარჩევნოდ, მაქსიმალურად ჩავდგებით იმ ფერხულში, რომელსაც გავაგრძელებთ ჩვენ ძირითადად მთავრობამ და მივყვებით იმ შეპირებების შესრულებას, რაც იყო თქმული. ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა ისევ გრძელდება. მაღაროელები 10 კაციან საინიციატივო ჯგუფს შექმნიან, რომელიც სამთავრობო კომისიასთან პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს გამართავს. ტყიბულელები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკვე მეორე დღეა მოითხოვენ. გუშინ მათ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, დეპუტატები გია ჟორჟოლიანი და დავით ბეჟუაშვილი შეხვდნენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის მოსახლეობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებს. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, სარეზერვო მიწის ფართი ყოფილი პრემიერის ხელშეწყობით შეზღუდულის შეპუსის ლოპოტა ველმა შეისყიდა, სადაც ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს საცდელი ბაღია გაშენებული. შინდისელები ამბობენ, რომ მერაბიშვილის მეურნეობად წოდებულ ბაღებში თავადაც მუშაობდნენ, მაგრამ 6 თვეა ანაზღაურება არ მიუღიათ. იყო დარჩენილი შეპეს შინდისის მიწა 180 გექტარი, რომელზეც შემოვიდნენ და ეხლა გავიგეთ ჩვენ, რომ თურმე ის მიწა გაყიდული ყოფილა ამ დროს, როცა არც სოფლის გამგებელმა, არც გორის რაიონის დეპუტატმა, იგივე ჩვენმა სოფლებმა საერთოდ გაგებაში არ იყვნენ თურმე და არასწოდნიათ არაფერი. ჩემი ქმარი ამუშავეს, არ მისცეს ხელფასი. მონები ვართ, მეტი კი არაფერი, მონობოთ არის გადაგწოდა. რო გვიჭირდათ, იმიტომ წავედით სამუშაოზე. მეტი არაფერი არ არის ექსად. თავარია ხელფასები მისცეს ამათა. რა თქმა ვიყოთ ეგრე. პატარა ბავშვი მიტოვებული, რა თქმა ვიაროთ ეგრე. ხელფასი თავის დროზე არ უნდა გქონდეთ. გვიან ღამემდე გაგრძელდა დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობასა და კანადელ ინვესტორს შორის 75 ჰექტარის საძოვრის გამო. მოსახლეობის თქმით 2 წლის წინ სახელმწიფომ სოფლის კუთვნილი საძოვარი უკანონოდ გაიტანა აუქციონზე, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივებმაც მიიღეს, მაგრამ მესაკუთრე ვინმე თემურ მღებრიშვილი გახდა, რომელიც ზეღდულეთელების ინფორმაციით ძალოვან უწყებაში მუშაობდა. მოგვიანებით მღებრიშვილმა საძოვარი კომპანია ფუდლენდს მიყიდა, რომლის მფლობელი კანადელი ინვესტორია. გუშინ მოსახლეობამ ინვესტორს კუთვნილი მიწის დამუშავება უფლება არ მისცა. ადგილობრივების საქმის შესწავლას და გამოძიებას ითხოვენ. უცხოელი ინვესტორი კი აცხადებს, რომ აპირებს სასამართლოში სარჩელი შეტანას სოფლის მოსახლეობის წინააღმდეგ. აუქციონი ჩატარდა შეცდომით. ჩვენ შეგვატაინეს ფული სოფელსა და იმანაც შეიტანა მღებრიშვილმა. ვინაიდან იმან 1000 ლარით მეტი შეიტანა, ჩვენ იმას დაურეგისტრირეს ეს ფართობი. Now I'm seeing
საქართველოს აქამდე დადებითი კუთხით ვიცნობდი, თუმცა დღეს მის უარყოფით მხარეს ვხედავ. ეს ხალხი ჩემს ტერიტორიაზე იჭრება და ჩემს უფლებებს არღვევს. 2 წლის წინ იგივე მოხდა. მთავრობის შუამავლობით 25 ჰექტარი მიწა გადავეცი ამ ხალხს და ახლა იგივე ადამიანები კვლავ მავიწროვებენ. მინდა მიუმართო სამართალდამცველებს და მთავრობას რომ დამეხმარონ. ის რაც საქართველოში ხდება, სხვაგან არსად არ ხდება. ახალგორში შოთა რუსთაველის, ალექსანდრე პუშკინის და კოსტა ხეთაგუროვის ძეგლები გაქრა. ოფიციალური ინფორმაციით რაიონის ცენტრალური სკვერიდან ძეგლები დე-ფაქტო ადმინისტრაციის შენობის ეზოში უნდა გადაიტანონ. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება რუსთაველის ძეგლის დადგმას აღარ აპირებს. ამჟამად სკვერში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ესაუბრე ბატონ ალენ ალბოროს ახალგორის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, რომელმაც მითხრა ასეთი რამ, რომ პარკში ის ადგილი, სადაც ძეგლები იყო გათავსებული, იყო შეუფერებელი და მათთვის გამოიყო ადმინისტრაციის ეზოში ადგილი, სადაც კვარცხლბეკი გამზადდა უკვე, მისასვლელი გზა მოპირკეთდა და უახლოეს დღეებში ძეგლები დაიდებენ ახალგორის ადმინისტრაციის ეზოში ბინას. სხვათა შორის ისიც ვკითხე, რომ ამბობენ, რომ შეიძლება შოთა რუსთაველის ძეგლი არ აღარ დადგათ, მაგრამ ნუ გაიკაბრებოდა თქვა, რომ სისულელე არცკე მოხსულია თავში აზრად. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის წარმომადგენლობას ესტუმრა პრემიერ-მინისტრი სოკარის პრეზიდენტს როვნიკ აბდულაევს შეხვდა. მასპინძლებმა პრემიერს ორთაჭალაში მდებარე სოკარის ოფისი დაათვალიერებინეს, შემდეგ კი მხარეებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დაესწრნენ. მოგვიანებით პრემიერმა და სოკარის პრეზიდენტმა ასევე ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ დაგეგმილია უახლოეს პერიოდში ტარიფების გადახედვა. მეზობლებთან საერთოდ უნდა გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამის მაგალითი არის ჩვენთვის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როგორი ურთიერთობებია ორი ქვეყანას შორის. ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, ვისაუბრეთ ნავთობზე, გაზზე, საერთოდ ურთიერთობებზე, პოლიტიკაზე და ესე შემდგომ. ფასების დაწევაზე თუ იყოს კონკრეტული არა, მაგრამ ჩვენ ამას ორივე მხრიდან ცდილობა გვექნება. ჩვენს ხელისუფლებას ექნება ამაზე ცდილობა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას და კომპანიას სოკარს ყოველთვის ჰქონდა ძალიან კარგი პოზიცია. ჩვენ კიდევ ამას ყველაფერს ერთად გადავხედავთ და მე მგონი რომ მივახცევთ რესურსები ჩვენ გვაქვს შიგნით უფრო მეტი ვიდრე მათგან გაზის მოწოდების ფასი არის ძალიან საინტერესო. ჩვენ ყველაფერს ამას გავარკვევთ და მივაწევთ მოსახლეობას. აქ ხდებოდა ხელოვნურად დაცემა გაზის ფასის შიგნით და აი ამის დარეგულირებას მოახერხეთ. რაც შეეხება ტარიფების თემას, კონკრეტული საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა, როგორც მოგახსენეთ, აქ იყო გაცნობიტი შეხვედრა და მომავალში ჩვენ გვექნება საუბარი სოკართან თუ რამდენად შესაძლებელია გადაიხედოს ტარიფების თემა. განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრისას მინისტრმა და უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დარგის და ზოოვეტის კვლევითი ინსტიტუტის გაუქმებაზე ისაუბრეს. უნივერსიტეტის თანამშრომელთა განცხადებით, მას შემდეგ რაც სასწავლებელი კახა ბენდუქიძემ შეისყიდა, სამსახური 1000-მდე თანამშრომელმა დატოვა. კვლევით ინსტიტუტების უმეტესობა კი ახალი ადმინისტრაციის და ბენდუქიძის სურვილით გაუქმდა. უნივერსიტეტის თანამშრომლები მინისტრთან შეხვედრას 2 კვირის შემდეგ ისევ გეგმავენ, რათა სასოფლო-სამეურნეო დარგის გადარჩენასა და განვითარებაზე იმსჯელონ. ჩვენთვის საინტერესოა მათთან შეხვედრა, მათი სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, ესე იმიტომ რომ ესენი იყვნენ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობდნენ ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკის და საერთოდ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიული მიმართულებით. ეს არის სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა და ვეტერინარია. რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარღვევებს ან მათი უფლებების შელახვას, ეს საკითხი ალბათ განიხილება სხვა უწყებებში. განათლების განვითარების მაგიერ იმდინარეობს თანამშრომელთა დევნა და ქონების დატაცება ბენდუქიძის მიერ. ჩვენ აღნიშნულთა დაკავშირებით ქონდა შეხვედრა დღეს განათლების მინისტრთან და მივიღეთ პირობა, რომ 2 კვირის ვადაში მომავალ ორშაბათს შევხვდებით მას და ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარული განათლების სფეროში. დაგვიბრუნონ ჩვენი ინსტიტუტი, გადაეცეს სახელმწიფო მფარველობაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა პროფესორ-მასწავლებელი არის უგულველყოფილი, გამოგდებული, დამცირებული.
გიორგი ბარამიძე გენერალური შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაკავებას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საფრთხე დაფასებს. ბარამიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო ჩაიშალა იმ დონის მნიშვნელოვანი ვიზიტი, როგორიცაა ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ასეთი დონის და მნიშვნელობის ვიზიტის გადადების პრეცედენტი არ ყოფილა და ეს ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ნეგატიური დინამიკაა. როდესაც მასპინძელი არის დაკავებული ამ აბსურდული სასაცილო ბრალდებით და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე მზანდება გენერალი, რომელიც ჩამოდიოდა თავის კომიტეტთან ერთად ნატოს ყველა ქვეყნის სამხედრო წარმომადგენელთან ერთად საქართველოში, მას მასპინძლობდა საქართველოს შეერაღებული ძალების მთავარსარდალი გენშტაბის უფროსი გენერალი კალანდაძე. ბუნებრივია, როცა მასპინძელი არის დაკავებული, ადვილი მისახვედრია რა მიზეზით გადაიდო გაურკვეველი ვადით ეს ვიზიტი. საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოების კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან დოლიძემ და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პრიტ ტურკმა გადასცა. სასწავლო კურსი ნატოს სამეკავშირე ოფისში 5 ნოემბერს გაიხსნა. საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოების საკითხები საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ესტონელმა ექსპერტებმა გააცნეს. პრეზენტაციები ქართველმა ექსპერტებმა წარადგინეს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიის და ლიდერიზმის ცენტრის და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდამჭერით განხორციელდა. ამ თემატიკაზე სასწავლო კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოში კიბერუსაფრთხოების თემატიკამ აქტუალობა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ შეიძინა. კიბერუსაფრთხოების კურსის ჩატარება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო მოხელეებმა და სხვადასხვა ექსპერტებმა გაიარეს ძალიან საინტერესო კურსი, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას. კიბერუსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაში აღწერილია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ინფორმაცია საინფორმაციო და კიბერსაფრთხეების შესახებ. შესაბამისად, კურსი სტრატეგიის განხორციელების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს და მისი მიზანია მონაწილეების ინფორმირება თუ რა გავლენას ახდენს კიბერ და ინფორმაციული საფრთხეები ინდივიდუალურ, ორგანიზაციულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიგეგმა 12 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში გაემგზავრება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით 14 ნოემბერს გაიმართება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. რაც შეეხება ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებას, მიზეზი ალექსი პეტრიაშვილმა ახსნა. ვიზიტი არის 12-დან 14-მდე, მაგრამ 14-ში შედგება მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მინისტრი, ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და მე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესეთ მოკლე დროში შედგება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები. ბატონ რასმუსენთან იქნება შეხვედრა, ასევე იქნება ბატონ ბაროზოსთან, ვან რომპოისთან და ბატონ ფულესთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის დადასტურება, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირს და ნატოს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ნოდარ ხადორმაც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რატომ არ დაუშვეს მთავრობის დღევანდელ ხდომაზე თბილისის მერი. ნოდარ ხადურმა ისაუბრა სოციალური დახმარებების შესახებ და განაცხადა, რომ დღის ბოლომდე გაუგზავნის დოკუმენტებს პროკურატურას, სადაც მერის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივად გადანაწილების შესახებ იქნება საუბარი. ქალაქ თბილისის საკრებულოს ამ ხარჯების შემცირებას არასებობდა, რომელზეც ეხლა აპელირებენ. ქალაქის მერი მთავრობის წევრი არ არის, შესაბამისად, მთავრობის წევრების გარდა მთავრობის ხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს, ვინც მოწვეულები არიან. ქალაქის მერი მოწვეული არ ყოფილა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქ თბილისის საკრებულოს გაუგზავნა 12 ოქტომბერს. შესაბამისად, დღეს აპელირება იმაზე, რომ ჩვენმა მთავრობამ გააუქმა 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რითაც ეს პროგრამები დასრულდა, არის აბსოლუტურად არასწორი. იმიტომ რომ 12 ოქტომბერს თბილისის მერია
ემუდარებოდა ქალაქის საკრებულოს, რომ მოეხსნა აღნიშნული შეღავათები. არ იყო მოწვეული გიგი უგულავა ამ სხდომაზე, შესაბამისად, ახლა ესეთი ბავშვური ხულიგნობები, რაც წინა ხელისუფლებაში იყო ძალიან მიღებული, მე მგონი სრულიად უადგილოა. ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ხალხისთვის, ხალხის სოციალური შემწეობებისთვის და დახარჯეს სხვა რამეზე, არის უკანონო დახარჯული, რაღაცა შეისწავლიან სავარაუდოდ შესაბამისი უწყებები, ხოლო მსგავსი თვითნებობების უფლება არავის არ აქვს. გიგი უგულავა, რომელიც კანცელარიაში სოციალური პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად მივიდა სხდომაზე არ დაუშვეს. როგორც უგულავამ განაცხადა, მიზეზად დაუსახელეს, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ იყო. უგულავას შეფასებით მსგავსი რამ შევარდნაძის დროსაც არ ხდებოდა და მთავრობის კანცელარია ქაჯეთის ციხეს ემსგავსება. მებუნებრივია არ მოსულა მთავრობის წევრების სანახავად ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეხება 600,000 თბილისას, რომელიც სამგებლოდ ტრანსპორტით შეღავათებით, ეს ეხება 4,000 მრავალშვილიან ოჯახს, ეს ეხება 90,000 ადამიანს, რომელიც არის დაზღვეული და რომელსაც ჭირდება სამედიცინო დახმარება. დამოკიდებულება მთავრობის არის და ეს ნელ-ნელა ეს შენობა გადაიქცევა ქაჯეთის ციხეს, სადაც თურმე არც თბილისის მერს, არც გუბერნატორებს, არც თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საერთოდ ყველას, ვინც კი შეიძლება სიმართლე და განსხვავებული აზრი უთხრას ამ ადამიანს, როგორც ჩანს არაპირებს მოსმენას. ჩვენ ვიღებთ ნელ-ნელა კარჩაკეტილ მთავრობას, რომელსაც არანაირად აღარ ანაღვლებს ხალხის ბედი და ეს ხდება არჩევნებიდან 2 კვირის შემდეგ. პარალელურად განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის და გიგი უგულავას საუბრის სამსახველი ვიდეო მასალის გამოქვეყნებას ითხოვს. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. თბილისის მერია მთავრობის სხდომის იმ ვიდეო მასალის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას აფიქსირებს, რომ ის არაპირებს სოციალური საკითხის განხილვას. სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრესსამსახურის პირადი კამერით იქნა გადაღებული. აღნიშნული მასალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვითხოვთ მის გასაჯაროებას. ნათქვამია განცხადებაში. მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი ჰოლდინგს ქმნიან, რომელიც 2 რადიოს და 2 ტელევიზიას გააერთიანებს. მაუწყებლობას განაგრძობს მაესტრო ახალი ამბები, ხოლო მეორე ტელევიზია საზოგადოებრივი არხი იქნება, რომელიც გასართობ გადაცემებზე იქნება ორიენტირებული. ჰოლდინგის შემადგენლობაში შევა რადიო 1 და ვინიუსის რადიო, რომლის მთავარი მიზანით საქართველოში შოუ-ბიზნესის აღორძინების ხელშეწყობა იქნება. მაუწყებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ ჰოლდინგის ხელმძღვანელებმა დღესვე მედია საშუალებების დაფინანსების საკითხზეც ისაუბრეს. სხვადასხვა სახის გამოფენებზე დაწყდა რომ გაკეთდეს ჰოლდინგი, დღესდღეობით ამ ჰოლდინგში იქნება 2 რადიო და 2 ტელევიზია. დაემატება ახალი რადიო, რომელსაც ქვია ვინილის რადიო. მეორე სატელევიზიო არხი, ანუ პირველ შეუნარჩუნდება საინფორმაციო სახე, როგორც დღეს გადის საათში ერთხელ. და მეორე არხი უფრო იქნება საერთო მაუწყებლობის სახით. დაფინანსების წყარო უნდა იყოს ერთადერთი, ეს არის ტელევიზიის საკუთარი შემოსავლები. სხვა დაფინანსების წყარო არ უნდა არსებობდეს ნორმალურ ქვეყანაში, ვინაიდან სხვა დაფინანსების წყარო გულისხმობს ტელევიზიის პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მიდრეკილებებს. რაც დაუშვებელია მედიისთვის, მედია უნდა იქცეს ბიზნესად. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მიმინოშვილმა მათთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ასევე აღნიშნა, რომ გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტთან დაკავშირებით და წინასწარ გააცნობს დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩემის აზრით, ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და განათლების ექსპერტებს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ჩვენ ურთიერთობაში დაიწყო ახალი ერა და ეპოქა, მათთან მოსაზრებების გაზიარება, მათი შენიშვნების მოსმენა, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს და ასე ვთქვათ, მხოლოდ შემდეგ გარკვეული ნაბიჯების დაგეგმა. პირველი რაზეც დღეს ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ეხება იმ თემას, რაც
დაიგეგმა 2013 წლისთვის, როგორი იქნება 2014 წელს საგამოცდო პროცესი, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და აი ეს ინფორმაცია მივაწოდე მათ პირველ რიგში. 2013 წლისთვის მე-12 კლასელები აბარებენ გამოცდებს საკუთარ სკოლებში, გამოცდის ფორმატთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას იღებს თავად სკოლა, იქნება ეს წერითი ზეპირი გასაუბრება თუ რა. ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ. შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონმა ავღანეთში ISAF-ის მისია დაასრულა. 246 სამხედრო მოსამსახურე სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. ჯარისკაცებს ალექსეევკის სამხედრო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად ამერიკის ელჩიც დახვდა. მათ სამხედროებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს. ვიცე-პოლკოვნიკ რომან ჯანჯულიას მეთაურობით 23 ბატალიონი საქართველოში დანაკლისის გარეშე დაბრუნდა. ბატალიონი ავღანეთში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირებას ახორციელებდა. სამშობლოში დაბრუნებულებს მე-12 ბატალიონი ჩაანაცვლებს, რომლებმაც ავღანეთში ბრძოლის გამოცდილება 2010 წელს მიიღეს. ეს არის ძალიან ბედნიერი დღე საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდნენ ის ვაჟკაცები, ვინც გმირულად იცავენ საქართველოს ინტერესებს და საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენ ბედნიერი ვართ, იმიტომ რომ ეს ბატალიონი დაბრუნდა დანაკლისის გარეშე. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელი საქართველოს სახელით ამ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც გაუთქვეს მართლაც მსოფლიოში სახელი ქართველ მეომრებს განსაკუთრებული ვაჟკაცობით და განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებებით არიან გამორჩეული. ასე რომ დღეს მე მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, რომ ჩვენი ბიჭები დაბრუნდნენ სახლში, ჯანმრთელები და დაბრუნდნენ დანაკლისის გარეშე. მინდა მიულოცო ამ ქართულ ბატალიონს სახლში დაბრუნება. მისია, რომლითაც ეს ჯარისკაცები ავღანეთში იმყოფებოდნენ, არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მშვიდობის შენარჩუნება. ისინი ავღანელ ხალხს ეხმარებოდნენ და მნიშვნელოვანია მისია ნატო სტრუქტურებში ინტეგრირების თვალსაზრისითაც. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ამ რთული მისიიდან ქართული ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ. უფლებადამცველთა გაერთიანებამ და სიმონ კილაძემ ვანო მერაბიშვილის და გიორგი არველაძის დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე 2006 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მოვითხოვ მოხდეს ჩემი რეაბილიტაცია როგორც უკანონოდ გასამართლებული პირის და დაისაჯოს საქმის დამკვეთი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და უშუალო შემსრულებლები, აცხადებს კილაძე. ვანო მერაბიშვილი ალაპარაკდა რაღაც აბსურდულ და კგბ-შნიკურ მეთოდების გზებზე, ანუ როგორ ებრძვის თვითონ ხელისუფლება კგბ-შნიკური მეთოდებით განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს და მას დაავიწყდა თუ როგორ აპატიმრებდნენ ისინი სახელმწიფო ჩინოვნიკებს, ზუსტად რომ კგბ-შნიკური მეთოდებით. ამის ნათელი დასტურია სიმონ კილაძის საქმე, რომელიც იქნა დაპატიმრებული ჯაშუშობის და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. იმ ცრუ ბრალდებით, რომელიც ჩემს საქმეში, რომელიც არ წამიკითხია, არ გავცნობი ვარ იმ ჩემ საქმეში არსებულ ცრუ ბრალდებების, ცრუ სამხილების ექსპერტიზას, შეშმარიტების დადგენას და რეაბილიტაციას. თანამდებობის პირების დასჯას, რომელმაც შეთხზეს ჩემს წინააღმდეგ, შეთითხნეს საქმე, თეთრი ძაფით შეკერეს საქმე და მე მოვიხადე სასჯელი, ასე ვთქვათ, ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. კახაკუკავა საპარლამენტო უმრავლესობის შეცდომაზე საუბრობს. თავისუფალი საქართველოს ლიდერის განცხადებით, უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევისას უხეშ შეცდომებს უშვებს და საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების აზრს არ ითვალისწინებს. კუკავას თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას უჭერს, თუმცა ქართული ოცნება სახალხო დამცველად პარტიასთან დაახლოებულ პირს ნინა ხატისკაცს ასახელებს. პარტია თავისუფალი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატაროს და კანდიდატის ვინაობა ამ შედეგების მიხედვით დაასახელოს. წინა ხელისუფლების პირობებში, როცა არსებობდა თუთბერიძეების და ჩერგოლეიშვილების და აი ამ თავისუფლების ინსტიტუტის რაღაცა კასტა, რომელიც ყველანაირ ბარიერს უქმნიდა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად, თუ კი ის გამოხატავდა თავის დადებით დამოკიდებულებას მართლმადიდებლური ეკლესიის და ქართული ტრადიციების მიმართ. ჩვენ გვჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც უბრალოდ შეცვალა ახლა თუთბერიძე ჩუგოშვილობა, მაგრამ თავარი ბარიერი, რატომაც არ ინიშნება დიმიტრი ლორთქიფანიძე ამ პოსტზე, არის მისი საჯარო პოზიცია, როდესაც მან გამოხატა თავისი არაუrazროვანი პოზიცია მართლმადიდებლური ეკლესიის და მართლმადიდებლური ტრადიციების მიმართ.
საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე საქართველოში უნდა დააბრუნონ. გაბუნიას თქმით, მერის განვითარების ფონდის მიმართ ყოველთვის არსებობდა შეკითხვები, თუმცა მათზე ამომწურავდა სრულყოფილ პასუხს მისი ფრაქცია და ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ იღებდნენ, რაც გაბუნიას განცხადებით ქმნიდა საფუძვლიან ეჭვს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ ეჭვს აძლიერებს საბანაძის მიერ არჩევნების შემდეგ ქვეყნის დატოვების ფაქტიც. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავ თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომ მათ უზრუნველყონ საკუთარი თანაგუნდელის საქართველოში დაბრუნება, ის წარდგა ჩვენი ფრაქციის წინაშე და უპასუხოს ყველა შეკითხვას, რომელიც არსებობს მის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პირი იძულებული გავხდები მიმართო მთავარ პროკურორს, რათა მან გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი შესაძლებლობა ბატონი გიორგი საბანაძის საქართველოში დასაბრუნებლად და მის მიერ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ჯანდაცვის პროფკავშირების ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია მედიცინის მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. როგორც ჯანაშია აცხადებს, სადაზღვევო კომპანიების ალდაგი BCI-ის არქიმედეს გლობალ ჯორჯიასა და სამედიცინო ფირმა მედისონზე დაქვემდებარებულმა სამკურნალო დაწესებულებებმა 1 ნოემბრიდან თანამშრომლობის დათხოვნა დაიწყეს. ჯანდაცვის პროფკავშირების ხელმძღვანელი მომხდარს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უკავშირებს და მედიცინის მუშაკებს სიმშვიდის შენარჩუნებას თხოვს. ამავდროულად სადაზღვევო კომპანიებსა და ჯანდაცვის მინისტრს მოლაპარაკებისა და თანამშრომლების სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდებს. ეს ხელშეკრულება 1 ნოემბრიდან მოყოლებული სამსახური დაკარგა უამრავმა მედიცინის მუშაკმა, რაც გახდა მათი ქუჩებში გამოსვლის მიზეზი. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს სადაზღვევო კომპანიების ალდაგი BCI-სა და არქიმედეს გლობალ ჯორჯიას დაქვემდებარებულმა სამკურნალო დაწესებულების მმართველმა ორგანიზაციებმა და სამედიცინო ფირმა მედისონმა. ჩვენ შეგნებულად არ ვაძლევთ აღნიშნულ ქმედებას სახელმწიფო საბოტაჟის კვალიფიკაციას, თუმცა მათი ქმედებები ძალიან გავს წინასწარ დაგეგმილ აქციას. მანდატური სამსახურის უფლებამოსილება შეიცვლება. ამის შესახებ მანდატური სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის თქმით, მანდატურის ძირითადი ფუნქცია სკოლაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. დანარჩენი უფლებები კი კვლავ სკოლის დირექტორებს დაუბრუნდებათ. დღესვე განათლების მინისტრმა მანდატურის ახალი უნიფორმის შექმნასთან დაკავშირებით მოსწავლეების და დიზაინერებისათვის კონკურსი გამოაცხადა. როგორც განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კონკურსში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მანდატურის უნიფორმა ყველაზე კომფორტული სწორედ ბავშვებისთვის უნდა იყოს. მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ კი მანდატურების გადამზადების ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. ჩვენ გვინდა რომ თქვენ დახატოთ ის ფორმა, რომელიც უნდა ეწვეს მანდატურს და იფიქროთ იმის შესახებ, როგორ იყოს ეს ყველაზე კომფორტული, თქვენთვის მეგობრული მისაღები. ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, რომ მიიღოს მაქსიმალურად მონაწილეობა და იაქტიურონ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების შეხედულებები და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. დღესდღეობით დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მანდატურის დებულებიდან ამოღებული იქნება პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს განმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლს და ეს ავტომატურად ეს მოვალეობები და ფუნქციები დაუბრუნდება დირექტორებს და პედაგოგებს. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტების უფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს. სტუდენტების თქმით, რექტორის გადადგომის შესახებ დაანონსებული აქციის შესახებ საინფორმაციო პლაკატები ადმინისტრაციის დავალებით დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხიეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პლაკატებისათვის სპეციალური სტენდები დგას და სხვაგან მათი გაკვრა აკრძალულია. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია სტუდენტებს საინფორმაციო პლაკატებით ურშაბათს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მიუწოდებდა, სადაც ისინი რექტორის გადადგომის და სტუდენტური თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნების დაყენებას გეგმავენ. გავაკარით ყველა სართულზე პლაკატი და მე ერთი საათი როდესაც გავიდა დაიწყეს დამლაგებლებმა ამ პლაკატების ჩამოხსნა და არანაირი უფლება არ ქონდათ რომ ჩამოეხსნათ ეს პლაკატები და მე რო ვეკითხებოდით ამ ადამიანებს რატომ ხსნით ზურამ ანუ ვიღაც კომენდანტმა გვიბრძანაო რექტორის დავალებით უშუალო დავალებით ემუქრებიან სტუდენტებს რომ ორშაბათს არ გამოვიდნენ და აქციაზე არ დაგვიდგნენ ჩვენ გვერდით არადა მოგეხსენება დღეს მოხდა ისეთ ფაქტი სადაც იმყოფებით რომ აი აქ ყველგან უკან ჩემს უკან ყველგან გაკრული იყო და ამის უფლება რეალური უფლება გვაქვს რომ
ჩვენი ორგანიზაციის სახელით ვიმოქმედოთ, მაგრამ სამწუხაროდ კომპეტენციას ცდილდებიან არსებული ორგანოები ამ შემთხვევაში გულისხმობ კომენდანტებს, რომელიც პლაკატები მართლაც გამოკრულია და არავინ ამ პლაკატებს არ ხევს, მაგრამ პლაკატებს თქვენ იცოდეთ აქვს თავისი ადგილი. არ შეიძლება ჩვენ ლიფტთან, არ შეიძლება ჩვენ სადღაც კედლებთან ან კედლებზე გამოვაკრათ ეს. Prime Time-ის პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება მხოლოდ მთავარ პროკურატურას ექნება. თია წულუკიანის განცხადებით, ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ მთავარი პროკურორის და იუსტიციის მინისტრის სახელზე საჩივრების დიდი რაოდენობა შედის და ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა ახალაიას და სხვა ყოფილ მაღალ ჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდეთ. მოვალი კვირიდან ცოტა ჩამოყალიბებული სახე იქნება ამაში. ჩვენ მუშაობთ კანონთა საკანონმდებლო ცვლილებების მთელ რიგ პროექტებზე, რომლებიც მოიტანს იმას, რომ იუსტიციის მინისტრს აღარ ექნება სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილება. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება ის პირი, ვისაც შეეძლება ექსკლუზიურად დააკავოს მაგალითად გენშტაბის უფროსი. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება ის პირი, ვისაც შეუძლია ექსკლუზიურად დააკავოს მაგალითად საქართველოს პრეზიდენტი. ამგვარი დევნის უფლება გადაეცემა მთავარ პროკურორს, რომელიც უნდა იყოს მთავარი სისხლის სამართლებრივი მდევნელი ქვეყანაში. და ეს წუთია მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბაჩუ ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძეს და ზურაბ შამათავას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ იქნა ბაჩუ ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა. ახალი ამბებით პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ბიზნესმენის ბრალდება როლანდ ახალაიას, საქართველოდან გაქცეული დავით როგავა ახალაიას $300,000 შეთავსებული ქონების ჩამორთმევასა და ტერორში ადანაშაულებს. თუ არ მაჩუქებ ჩამოგართმევ, როგორც ბიზნესმენი ამბობს, ასეთი იყო ახალაიას მოთხოვნა, რომელიც მან როგავას საკუთარ კაბინეტში წაუყენა. ბიზნესმენის მიერ ობიექტის ჩუქებაზე უარის ქმის შემდეგ მის წინააღმდეგ ახალაიას უწყებამ უკანონოდ მოპოვებულ ქონებაზე საქმის გამოძიება დაიწყო. მეცხრე არხი დავით როგავას დაუკავშირდა, საქმესთან დაკავშირებით კი როლანდ ახალაია კომენტარს არ აკეთებს. სამართალს ვერ პოულობდით. უნერვაგი შეგიცინია თუ ეს ეგურიო, ახალცაო და თვარინდა თუ რა პრობლემები რო იყოს, მაგ უნერვაგზე პროკურატურაო რაღაცა დაინტერესებული არისო. თქვენმა იურისტებმა აღიარონო, რომ საპროცესო გადიფორმოთო, მოდითო და თუ ხელი დაადერიო, რომ თქვიო, რომ აი ბიჭებმა არასწორად გააკეთეს, თითქოს და ჩემმა იურისტებმა რაღაცა არასწორად გააკეთეს და მე ეს არ ვიცოდი. გაჩერდი, თორე იმას რაც გავხ მაგასაც წაგართმევ და არავითარი დანაშაული არ ქონია, არც მაგათ არ ჩვენ ნიგზიანში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. ლოცვას თვალყურს ადევნებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფლის შესასვლელში კი გურიის ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით მართლმადიდებელმა მრევლმა ჯვარი აღმართა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ლოცვაში ხელს არავის შეუშლიან და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ისინი გარკვეული პირებისგან პროვოცირებულს უწოდებენ. მრევლმა არასამთავრობო ორგანიზაციები ვითარების გამწვევებაში დაადანაშაულა. სანამ პლაკატს დავიჭერდით ხელში, ყველა ვნახეთ კადრები, რომლებიც იყო იმ კადრებზე იყო რეაგირება, ჩვენ რომელიც მოვახდინეთ და ის თუ ჩვენი რეაგირება იყო არასწორი, ჩვენი რეაგირება თუ იყო იმ მომენტში არასწორი, ქალბატონო, ჩვენ ამისთვის მე საჯაროდ მოვიხდით ბოდიშს, თუმცა ამისთვის გვჭირდება საფუძველი იმისთვის, რომ თქვა, რომ ჩვენი რეაქცია იყო არასწორი. მედია საშუალებებით მივიღეთ სხვადასხვა ინფორმაციები, სხვადასხვა არხით, რომელიც იყო დეზინფორმაცია ზოგი არხით. რაღაცა ამის შემდეგ მოხდა რაღაც სხვა შემთხვევები, რომელიც იყო სხვანაირად გაშუქებული მედიაში. ჩვენ დავრეკეთ მუსლიმთა ორგანიზაციაში, გითხრეს, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილაო, როცა მთელ მედიაში გავრცელდა ის, რომ შეთანხმება მოხდა და აქ არის აბსოლუტური მშვიდობა. ჩვენ ორივე მხარეს უსმენდა ორივე მხარეს პოზიციას ვაშუქებთ და ვცდილობთ ეს გავაკეთოთ. ეზღუდებოდათ რელიგიის თავისუფლება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, დღეს ვითარება იყო მშვიდი და მათ დაბრკოლება არ შექმნიათ არც
სალოცავად მისასვლელად და ერთობლივი ოცვის ჩასატარებლად. ჩვენც ამიტომ ავმართეთ აქ, რომ ის სიმშვიდე, რაც ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ დღეს ამ სოფელში, ეს სწორედ ამის გამო ავმართეთ, რომ ჯვარმა დაიფაროს ეს ადამიანები ყოველნაირი გაღიზიანებისაგან და მორჩილები და მოთმინები და სიყვარულით გადაწყვეტონ ეს ურთიერთობა. მე მინდა რომ ჩვენ გავაგრძელოთ თანაცხოვრება ძალიან კარგად, მე ვფიქრობ ამას პოლიტიკური სარჩული არ უნდა დაედვას და არც არის აქ არაფერი ისეთი. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების და ახალციხის საკრებულოს წევრი ოლეგ სანდროშვილი ერთხმად აირჩიეს. ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა კი ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ საკრებულოში ახალი ფრაქცია ახალციხის ოცნება შეიქმნა, რომელიც უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ის რაც დაპირებული იყო ჩვენი პარტიის მიერ, ჩვენი კოალიციის მიერ მოსახლეობისათვის საარჩევნოდ, მაქსიმალურად ჩავდგებით იმ ფერხულში, რომელსაც გავუძღება ჩვენ ძირითადად მთავრობამ და მივყვებით იმ შეპირებების შესრულებას, რაც იყო თქმული. ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა ისევ გრძელდება. მაღაროელები ათკაციან საინიციატივო ჯგუფს შექმნიან, რომელიც სამთავრობო კომისიასთან პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს გამართავს. ტყიბულელები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გუშინ მათ ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე, დეპუტატები გიო ჟორჟოლიანი და დავით ბეჟუაშვილი შეხვდნენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის მოსახლეობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებს. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, სარეზერვო მიწის ფართი ყოფილი პრემიერის ხელშეწყობით კომპანია ლოპოტა ველმა შეისყიდა, სადაც ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს საცდელი ბაღია გაშენებული. შინდისელები ამბობენ, რომ მერაბიშვილის მეურნეობად წოდებულ ბაღებში თავადაც მუშაობდნენ, მაგრამ 6 თვეა ანაზღაურება არ მიუღიათ. იყო დარჩენილი შპს შინდისის მიწა 180 გექტარი, რომელზეც შემოვიდნენ და ეხლა გავიგეთ ჩვენ, რომ თურმე ის მიწა გაყიდული ყოფილა ამ დროს, როცა არც სოფლის გამგებელმა, არც გორის რაიონის დეპუტატმა, იგივე ჩვენმა სოფლელმა საერთოდ გაგებაში არ იყვნენ თურმე და არასწოდნიათ არაფერი. ჩემი ქმარი ამუშავეს, არ მისცეს ხელფასი. მონები ვართ, მეტი კი არაფერი, მონობოთ არის გადაგწევდა. რო გვიჭირდეთ, იმიტომ წავედით სამუშაოზე. მეტი არაფერი არ არის ექსად. თავარია ხელფასები მისცეს ამათა. რა თქმა ვიყვეთ ეგრე. პატარა ბავშვი მიტოვებული, რა თქმა ვიაროთ ეგრე. ხელფასი თავის დროზე არ უნდა გქონდეთ. ახალგორში შოთა რუსთაველის, ალექსანდრე პუშკინის და კოსტა ხეთაგოროვის ძეგლები გაქრა. ოფიციალური ინფორმაციით რაიონის ცენტრალური სკვერიდან ძეგლები დე-ფაქტო ადმინისტრაციის შენობის ეზოში უნდა გადაიტანონ. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება რუსთაველის ძეგლის დადგმას აღარ აპირებს. ამჟამად სკვერში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ესაუბრე ბატონ ალენ ალბოროს, ახალგორის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, რომელმაც მითხრა ასეთი რამ, რომ პარკში ის ადგილი, სადაც ძეგლები იყო გათავსებული, იყო შეუფერებელი და მათთვის გამოიყო ადმინისტრაციის ეზოში ადგილი, სადაც კვარცხლბეკი გამზადდა უკვე, მისასვლელი გზა მოპირკეთ და გაუახლოეს დღეებში ძეგლები დაიდებენ ახალგორის ადმინისტრაციის ეზოში ბინას. სხვათა შორის ისიც ვკითხე, რომ ამბობენ, რომ შეიძლება შოთა რუსთაველის ძეგლი არ დატო და აღარ დადგათ, მაგრამ ნუ გაიკაბრებდა თქვა, რომ გასისულელე არცკე მოხსულია თავში აზრად. დღის სიახლეებს 6 საათზე შეიტყობთ. თამთა სანიკიძისგან მე კი გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის.